რატომ აქვს ადამიანს ისეთი ბედი, როგორიც აქვს? ერთნი არიან მდიდრები, იბადებიან უზრუნველყოფილ ოჯახებში. მეორენი კი მთელ ცხოვრებას სიღარიბესა და მატერიალურ ტანჯვაში ატარებენ. აღმოსავლეთში პასუხობენ, რომ ეს კარმასთანაა დაკავშირებული. სამყაროს შემოქმედი ძალების მიერ და მათი ნებით ადამიანი იბადება შესაბამის ოჯახში. თუ იგი იტანჯება, ესე იგი არის მიზეზი და ვინ ან რა ქმნის კარმას. აღმოსავლური ეზოთერიული გაგების ახსნით, კარმის შექმნა მხოლოდ ცნობიერ არსებებს შეუძლიათ, რომლებსაც თავისუფალი ნება გააჩნიათ. ანგელოზებს, სულებს, დემონებს, ადამიანებს, ცხოველები კარმას არ ქმნიან, რადგანაც არ არღვევენ ბუნების კანონებს, ისინი ასეთებად დაიბადნენ და თავის დანიშნულებას ასრულებენ. მხოლოდ ცნობიერ არსებებს შეუძლიათ ბუნების ეთიკურ-მორალური კანონების დარღვევა. ამით ქმნიან ნეგატიურ კარმას და არღვევენ ეკოლოგიას. ეს კანონები მეტნაკლებად კარგადაა აღწერილი იოგაში, ბიბლიაში და სხვადასხვა საკრალური მნიშვნელობის ცოდნის წიგნსა თუ გადმოცემაში. რა ხდება ადამიანის სიკვდილის და დაბადების მომენტში? ამ სწავლების მიხედვით, სიკვდილის მომენტში ხდება ყველა ნატიფი სხეულის განცალკევება. დაბადების დროს პირიქით, ნატიფი სხეულები ჭიპლარს უკავშირდებიან 3 დღის განმავლობაში. სიკვდილის დროს მესამე დღეს ამ სხეულებთან კავშირი წყდება. ესაა ბუნებრივი მიზეზი. ეთერული სხეულის განცალკევება. დანარჩენი სხეულები 9 დღემდე არიან შეერთებულნი. მე-9 დღეს ჭიპლარი წყდება, შორდება ასტრალური გარსი. შემდეგ მე-40 დღეს იშლება ასტრალური და მენტალური სხეულები. რჩება სულს პლუს მენტალი. ისინი არასოდეს არ შორდებიან. ვიცით, რომ ბუნებრივი სიკვდილი ავადმყოფობით და სხვა ბუნებრივი პროცესებით, მაგალითად სიბერით მიდის. არაბუნებრივი სიკვდილი კი უბედური შემთხვევებით ან მკვლელობებით. ადამიანის ეგოს 4 პრინციპის ერთიანობას შეუძლია არ მოიშოროს ეთერული სხეული და ხელახლა დაიბადოს. უარეს შემთხვევაში არ იშორებს ასტრალურ გარსს და ამასთან სული ზემოთ არ ადის. სახიფათოა დაბალი ვიბრაციის და განვითარების მქონე სულებისთვის, განსაკუთრებით როცა არის ვნება, შურისძიების წყურვილი. სული თავისი შურისძიებისათვის ეძებს იარაღს, სახლდება სხვა ადამიანებში, შესაძლოა ცხოველებშიც. ასე ჩნდება ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.